ეს საკონტეინერო გემი სხვებს არ ჰგავს. იგი საწვავად ეგრეთ წოდებულ მწვანე წყალბადის ენერგიას იყენებს, რომელსაც განახლებადი ენერგიის წყაროდან იღებს. ეს საწვავი არ გამოყოფს CO2-ს. ნიდერლანდურმა კომპანია Future Proof Shipping-მა ორი ასეთი მცურავი საშუალება მსოფლიოში პირველად შიდა სანაოსნო გზებზე ტრანსპორტირებისთვის 2023 წლიდან ჩაუშვა წყალში. ჩვენი ბარჟები ნიდერლანდებსა და ბელგიას შორის დაცურავენ და წელიწადში 100 რეისს ასრულებენ. ბარჟებს დაახლოებით 500 კილომეტრის დაფარვა შეუძლიათ, რაც ქმნის გარანტიას, რომ წელიწადში 2000 მეტრული ტონა ნახშირორჟანგი დაიზოგება. როტერდამის ახლოს ქალაქ ალბლასერდამის ტერმინალში ეკიპაჟი საკონტეინერო გემის სახელწოდებით H2 ბარჟა 2-ის უჩვეულო საწვავით შევსების პროცესს ატარებს. ჩვეულებრივი დიზელისძრავიანი გემებისგან განსხვავებით, ჩვენი გემები აღჭურვილია ელექტროძრავითა და საწვავის ელემენტებით. საწვავის ელემენტები ისეთი ტექნოლოგიაა, რომელიც წყალბადს ელექტროენერგიად და წყლად გარდაქმნის. მიღებულ ელექტროენერგიას გემი მოძრაობისთვის იყენებს. საწვავის შესავსებად კონტეინერი უნდა შეიცვალოს. უბრალოდ გადმოტვირთავთ ცარიელ კონტეინერს და ჩატვირთავ ახალს. წყალბადის ენერგიის სიძვირე ამ ეტაპზე ხელს უშლის მსგავსი მექანიზმის ფართოდ დანერგვას. ჩვენს შემდეგ სხვა კომპანიებმაც გადაწყვიტეს წყალბადის ტექნოლოგიაში ფულის ჩადება და მათი გემები სადაცაა შევა ბაზარზე. ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელმა იცოდეს, რომ უკვე არსებობს ნამდვილი ეკოლოგიური ტრანსპორტი, რომელიც საერთოდ არ გამოყოფს მავნე გამონაბოლქვს და რომელიც სანდოა. მაგრამ მომხმარებელი მზად უნდა იყოს, რომ გადაიხადოს, იმიტომ რომ ეს ტექნოლოგია ამჟამად ცოტათი უფრო ძვირია. ორი დიზელისძრავიანი საკონტეინერო გადამზიდის წყალბადის საწვავზე გადასვლას ასევე ხელი შეუწყო ევროკავშირის პროექტმა ნულოვანი ემისიის პორტები ჩრდილოეთის ზღვაში, რომლის პარტნიორიც არის კომპანია Future Proof Shipping-ი. პროექტის მიზანია საზღვაო ტრანსპორტის დეკარბონიზაციის დაჩქარება. ამ ინტეგრირებული პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 3.6 მილიონ ევროა, საიდანაც 1.8 მილიონ ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დაფინანსდა. ერთი ამდენი კი ჩრდილოეთის ზღვის რეგიონის 5-მა პარტნიორმა გაიღო. დრაგოშ ლუპუ 18 წელია დაცურავს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის H2 ბარჟა 2-ის კაპიტანი გახდა, თავისი საქმე უფრო მოსწონს. ყველაფერი უხმაურად მუშაობს, არავითარი ვიბრაცია არ იგრძნობა. ცურვის დროს თავს უკეთ გრძნობთ და ცურვა უფრო სასიამოვნოა. გემი მხოლოდ წყლის ორთქლს გამოყოფს. ეს კი სასარგებლოა ჩვენი და მომავალი თაობების ჯანმრთელობისთვის. And for the health for the next generations.